ექიმებო, ალბათ თანხმდებით იმაზე, რომ მედიცინა დღეს ელვისის სწრაფით ვითარდება. გეთანხმებით ნამდვილად ამჟელობაში. ამიტომ ექიმებს მუდმივად ამ ცოდნის განახლება და განახლება ზუსტად, იმიტომ რომ ასე სწრაფად მიდის ყველაფერი, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს ჭირდება მუდმივად განვითარება, საქმეში სიღრმისეულად ჩახედვა და მოკლედ სულ რაღაცნაირი განახლება საკუთარი ცოდნისაც და ინფორმაციისაც. ნამდვილად ესე დღეს ისეთი ეპოქა დადგა განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის პირობებში, რომ მედიცინა რო ვითარდება ისე და სიცოცხლე მეცნიერება არც ერთი დარგი არც არ განვითარდება. ნამდვილად. და კიდე იცი რა მომწონს, კიდე ერთი რაღაცაც მომწონს, რომ სამედიცინო სფეროშიც, უბრალოდ სამედიცინო წვდომა, ასე ვთქვათ, საზღვრებს კარგავს. ნებისმიერ სამყაროს ნებისმიერ წელწადში შეგიძლია მიიღოს სამედიცინო მომსახურება, ხო? ხელმისაწვდომობა ნამდვილად გაზრდილია. ხო და საზღვრის გარეშეა. ხო, მე ახლა რასაც ვიტყვი, ის მაინც საზღვრის გადაკვეთას მოითხოვდა. ესე იგი, ერთხელ არა, სხვადასხვა ზორჯერ იყო ესე, რომ წავედი ტურისტული მიზნებით ჩვენი ქვეყნის მიღმა, სამოგზაუროდ, ბარემ შევიარე გამოკვლევაზე. რაღაც მაწუხებდა, ბარემ შევიარე, გამოვიკვლიე, წამოვედი კმაყოფილი. თან მოგზაურობა, თან გამოკვლევა. მერე კიდე მეორეჯერ მოხდა ისე, რომ იქვე რაღაცამ შემაწუხა და ისევ შევიარე. და მოკლედ მე ისეთ გამოვიყენე საკმაოდ კარგად. მაგრამ რეალურად არ არის აუცილებელი რომ რაიმე ტურისტულ მიზანს დაამთხვიოთ მაგალითად რაღაცა გამოკვლევები ჩვენს ქვეყნის მიღმა ასე თქვა სამედიცინო წვდომის თვალსაზრისით, არამედ როცა მოგესურვება და როცა იქნება მისაჭირო, უბრალოდ დაგეგმოთ მით უფრო ძალიან ადვილი ხდება, როდესაც რაღაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, კიდევ უფრო მარტივი დასაგეგმია. და სხვათა შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მედიკანა მინდა გაგაცნოთ დღეს. მედიკანას ჯანდაცვის ჯგუფი 1992 წელს დაარსდა და დღევანდელ მდგომარეობით აერთიანებს 19 საავადმყოფოს, როგორც თურქეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. და იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ არის ინტერესი, ასე ვთქვათ, დიდი ინტერესი და დიდი ნაკადი ქართველი პაციენტებისა თურქეთში. სწორედ ამიტომ მედიკანამ გადაწყვიტა, რომ თავისი ორი ფილიალი აქ ახსნას, ოფიციალური წარმომადგენლობის ფილიალი, ერთი გახლავთ თბილისში, მეორე კი ბათუმში. აი ესე. ახლა კი უფრო მეტი ამბავი, სწორედ მედიკანას შესახებ, მოდით სტუმრებისგანაც მოვისმინოთ. მედიკანა Health Group-ის ოფიციალური წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში მეგი კახიძე და მარკეტინგის მენეჯერი ანა გავაშელიშვილი. ლექსში მინდა რომ გაგვაცნოთ მედიკანა, ეს ბრენდი და შემდეგ უკვე შევუყვეთ სხვა კითხვებსაც. მედიკანა არის 1992 წელს დაარსებული ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც დღეს თურქეთსა და საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ცნობილ ბრენდად ითვლება. მისი მთავარი მიზანია ადამიანის სიცოცხლეზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომით ჯანდაცვისა და განათლების სფეროში შექმნას ხარისხისა და სანდოობის სტანდარტი. დღეს მედიკანას ჯგუფი აერთიანებს 19 თანამედროვე საავადმყოფოს, 94 სამედიცინო დეპარტამენტს, 1200-ზე მეტ ექიმსა და 12000-ზე მეტ თანამშრომელს. რამხელა ყოფილი. ჯგუფი ყოველწლიურად ემსახურება დაახლოებით 6 მილიონ პაციენტს მსოფლიოს 164 ქვეყნიდან. მედიკანას ხედვა სცდება მხოლოდ მკურნალობას. იგი ქმნის სტრუქტურას, სადაც ხარისხი, უსაფრთხოება და ადამიანური დამოკიდებულება ერთიანად განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების კულტურას. შემდეგ შეკითხვას თქვენ დაგისვამთ, რა დარგში სთავაზობს მედიკანა სამედიცინო მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომსახურებას. მედიკანა არის მრავალპროფილური სამედიცინო ქსელი, რომელიც თითქმის ყველა სამედიცინო მიმართულებას ფარავს. როგორც ონკოლოგია, ონკოქირურგია, ისე ინვიტრო განაყოფიერება, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, გულსირძოხთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ასევე გვაქვს გენეტიკური დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულების კუთხით და ასევე სხვადასხვა მიმართულებები. რაც ყველაზე მთავარია, მედიკანას ყველა დეპარტამენტი, კლინიკის დეპარტამენტი მუშაობს მრავალპროფილური გუნდური პრინციპით, დაწყებული დიაგნოზის დასმიდან რეაბილიტაციამდე. ეს სტრუქტურა საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმა შეიმუშაოს მედიკანას გუნდმა.
ესე იგი, მე გითქვენ თქვით, რომ სადღაც 6 მილიონამდე პაციენტს ემსახურებაო ყოველწლიურად 164 ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტს და თანაც ყველასთან ინდივიდუალური მიდგომითო. როგორ ხერხდება ეს ყველაფერი? მართალი ხართ? მედიკანას ჯგუფისთვის პაციენტისადმი პერსონალური მიდგომა უპირველესია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ პაციენტს ვემსახურებით სხვადასხვა ქვეყნებიდან. თითოეული შემთხვევა განიხილება პერსონალურად. მკურნალობის გეგმა იქნება ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს, რომ სხვადასხვა დარგის ექიმები ერთობლივად განიხილავენ პაციენტების მდგომარეობას. და ქმნიან სრულად პაციენტზე მორგებულ სამკურნალო მიდგომას. კი ბატონო. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დაავადების მკურნალობა, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მედიკანა მუდმივად ინვესტირებს უახლეს ტექნოლოგიებში, მათ შორის დავინჩის რობოტულ ქირურგიაში, რადიაციულ ონკოლოგიაში და მოლეკულურ მედიცინაში. რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ზუსტი და უსაფრთხო. ანა, ჩვენ საუბრის დასაწყისში ვთქვით, რომ კვალიფიციური მკურნალობა, დანიშნულება, პერსონალური და ასე შემდეგ დამოკიდებულია განათლების სისტემაზე. აი, რას ახორციელებს თქვენი ჯგუფი? რომელი ჩარჩოებით არეგულირებს ამ ყველაფერს? მედიკანა განათლების სფეროშიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მედიკანამ დააარსა 2018 წელს MBA სკოლები, შემდგომ იყო 2019-დან 2020 წელს ფენერბახჩეს უნივერსიტეტი, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ძლიერი აკადემიური ცენტრის სახელი და მაღალი რეპუტაციული უნივერსიტეტის წოდება თურქეთში და ასევე საერთაშორისო ბაზარსაც. ძალიან კარგი და ბოლო შეკითხვა. რატომ არის პაციენტისთვის მნიშვნელოვანი ოფიციალურ წარმომადგენელთან ურთიერთობა? ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობა ზოგადად ადამიანისთვის იწვევს სანდოობას, გამჭვირვალობას და დაცულობას. მედიკანას ჯანდაცვის ჯგუფი არის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ორი ოფისით წარმოდგენილი ბათუმსა და თბილისში. ჩვენი სერვისი სთავაზობს პაციენტებს, რომ უშუალოდ ინდივიდუალურად თვითონ პაციენტს სწორად მიაწოდოს ის ინფორმაცია, ის სამედიცინო ინფორმაცია, რასაც ჩვენი ექიმები გვეუბნებიან. მედიკანას ოფიციალური წარმომადგენლის თანამშრომლები ჩართულები არიან მკურნალობის დაგეგმიდან მათ გამოჯანმრთელობამდე იქნება ეს თუ დიაგნოზის დასვამდე თუ რეაბილიტაციამდე. ანუ აბსოლუტურად ყველა პროცესში ვიღებთ მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, რომ იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა. ანა, დავუშვათ, მოვიდა პაციენტი რაღაცა კონკრეტული ჩივილით. აი რა გზას გადის შემდეგ ვიდრე მოხდება უკვე მედიკანას რომელიმე ფილიალში. დიახ. პაციენტი, რომელიც მოგმართავს, მოაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც აქვს ხელთ, ეს იქნება დიაგნოსტიკა ფორმაში, დისკებით ვკლები, არ აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად, კი, რაც აქვს შეკროვილი. ჩვენ ამ ყველაფერს ვთარგმნით, ანუ ამ ყველაფერში თანხას არ იხდის, რა თქმა უნდა. შემდგომ ვაგზავნით სპეციალისტ ექიმთან, რომელიც კონკრეტულად ამ პაციენტს სჭირდება. ანუ მოკლე დროში, ძალიან მოკლე დროში ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, ეს მკურნალობა იქნება, დიაგნოსტიკა იქნება თუ ქირურგიული ჩარევა, არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მკურნალობა დაენიშნოს დისტანციურად და დამთავრდეს ამბავი, თუ მაინც მოუწევს დაუშვათ ჩასვლა და ნახეთ, არის ონლაინ, ჩვენ ვატარებთ ონლაინ კონსულტაციებსაც, ანუ შეუძლებლად ხდება ონლაინ კონსულტაცია, თუმცა ანუ დანიშნულების მიცემა არ ხდება. რეკომენდაციას გასცემს ექიმი. თუ რა თქმა უნდა პაციენტი ჩავა ადგილზე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა უკვე თურქეთის კლინიკაში. და ეს დავუშვათ ჩანიშნული ვიზიტი და ასე შემდეგ უკვე ეს დაგეგმილი. აი ნახეთ როგორი, აი ამ გზასაც გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისთვის, იმიტომ რომ ძირითადად არიციან ხოლმე პაციენტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ წავიდეთ, აბსოლუტურად ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩასვლის წუთიდან ბოლომდე, რომ მის გვერდით იყოს თარჯიმანი, მოემსახუროს მანქანა, 24/7-ზე ჩვენ სულ საქართველოსთან გვაქვს კონტაქტი პაციენტთან, თუ რამე ჭირდება ვეხმარებით ამ ყველაფერში და ყველანაირად მომზადებული ფინანსურადაც უკვე
იცის რა თანხა უნდა ქონდეს პაციენტს ხელს, რომ გადაწყვიტოს უკვე წასვლა მედიკანას კლინიკაში. და დავუშვათ მეორე აზრის მოსასმენად მხოლოდ შეუძლიათ მოგვართონ, დავუშვათ დიაგნოზის კიდევ ერთხელ და ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც მოგმართავს უბრალოდ მოიწმინოს თურქი ექიმების აზრი. და ამის საშუალებაც ეძლევათ მედიკანა. და სრულიად უსასყიდო. ჩვენიერი ინფორმაციით შევიარაღდით, მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომ მოვიდნენ გაგვაცნეს მედიკანა, ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დატვირთული მომსახურების რეჟიმი თავისი პაციენტებისთვის ბევრი ქვეყნიდან და ამ ქვეყნებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს, თუ კი არიან მსურველები, ჩვენს მაყურებელთა შორის ორი ფილიალი აქვთ, როგორც გითხრეს, თბილისში და ბათუმში, ამიტომ თუ გსურთ მეორე აზრის მოსმენა, ან უბრალოდ კონსულტაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაიაროთ, მაშინ ისინი გელოდებიან. მადლობა. მადლობა თქვენ.